ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი უკვე ოფიციალურად ყავს. ზაზა აბაშიძის დანიშვნას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა. მიუხედავად ამისა, ცენტრის თანამშრომლები ისევ გაფიცულები არიან, დაკეტილია საცავი ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც. გადაიდო ყველა ღონისძიება. გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია შეიცვალოს დირექტორთა არჩევის წესი. ქეთი ბრაჭული იმყოფება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების აქციაზე. ქეთი პირდაპირ ეთერში ხარ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გაფიცულები არიან, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს და ეროვნულ ცენტრს უკვე ახალი ხელმძღვანელი ყავთ. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის ოქროს ხელი სულ რამდენიმე საათის წინ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუბა ყუდავას კანდიდატურა უკვე ჩაანაცვლა ზაზა აბაშიძემ და ის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად ითვლება. სწორედ ამას აპროტესტებენ ეს ადამიანები და ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა კი უკავშირდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის კანონიერ წესს, რომელიც 2011 წელს მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს არა ცალკეულმა კომისიამ, არამედ ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო საბჭო და უშუალოდ ცენტრის თანამშრომლები. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები აპროტესტებენ და ითხოვენ იმ კომისიის გადაწყვეტილების ბათილაცნობასაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამ პოსტზე აირჩია ბუბა ყუდავას ნაცვლად ზაზა აბაშიძე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასეთი სიტუაცია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ყავს, რომელიც მუშაობის დაწყებას რამდენიმე დღეში გეგმავს. ძველი და მოქმედი თანამშრომლები კი მასთან ერთად მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. ჩვენ ამ ფორმით დანიშნულ დირექტორთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ბუნებრივია იარაღით არ დავხვდებით, თუმცა ჩვენი პროტესტის ფორმა იქნება როგორც აქამდე კონსტრუქციული. ჩვენ დავხვდებით მას და ვაგრძნობინებთ, რომ არ ვიღებთ მას, იმედია თვითონ არ მოვა იარაღით. უპირველესი მოთხოვნა არის კლავინდებურად, რომ კანონში იყოს ცვლილება შეტანილი, რომ დაუბრუნდეთ სამეცნიერო დაწესებულებებს, ასევე მაკონტროლებელი ორგანო უნდა შეიცვალოს. ჩვენი საზოგადოებრიობა ღიად და გახსნილად უნდა გაეცნოს ორივე კონკურსანტის გასაუბრების პროცესს, კონკურსის პროცესს და ამის შემდგომ გამოიტანოს დასკვნა რამდენად მართებულად, კანონიერად და სრული წესების დაცვით ჩატარდა ამ ორი აპლიკანტის გასაუბრების პროცესი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. ის იმედოვნებს, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან კონსენსუსის მიღწევა შეძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების გაფიცვას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. ის რომ პროცესები პოლიტიზირებული იყო და ამაში მეცნიერ თანამშრომლები არ უნდა, ასე ვთქვათ, ჩაერთოთ და მათი რესურსი არ უნდა გამოეყენებინა ყოფილ დირექტორს და ადმინისტრაციას. ამაზეც ვისაუბრეთ. არიან ძალიან ბევრი მეცნიერ თანამშრომლები, შეიძლება ითქვას, დიდი წილი მეცნიერ თანამშრომლებისა, რომელმაც იციან ვინ არის ბატონი ზაზა აბაშიძე, იციან რატომ შევარჩიეთ, იციან რომ არის კვალიფიციური და არაფრით არ ჩამოუვარდება, ასე ვთქვათ, წინა დირექტორს. მე მგონი 2-3 დღეში დამთავრდება ის, ასე ვთქვათ, აურზაური, რომელიც ახლა ამ საკითხის გარშემო, როგორც კი დავწყდება სიტუაცია, მე და ალბათ ხალბატონი მინისტრი ან მისი რომელიმე მოადგილე მივალთ რასაკვირველი დეველოპერაკებით იმ ადამიანებს, რომელსაც უკვე მეგონი მუშაობა უნდა დაიწყო. არ შეიძლება ხო ეს მართლაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყოს ვიღაცის ახირების გამო, მაგრამ მე ასე მიმაჩნია, რომ ეს ახირება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით თამარ სანიკიძეს როგორც ჩანს გეგმები უკვე დაწყობილი აქვს. დღეს ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ზაზა აბაშიძესთან ერთად ის მოსვლას აპირებს ცენტრში ხვალ და უშუალოდ ის წარუდგენს ახალ ხელმძღვანელს ცენტრის თანამშრომლებს, თუმცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გაფიცული თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ქეთი ბრაჭული საუბრობდა გაფიცულთა აქციიდან.